ზუსტად 30 წლის წინ ამ ადგილზე თავისუფლებისკენ სწრაფვამ ქართველი ერი გააერთიანა. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგედიად იქცა. მაშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ სისხლიან მოვლენებს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. მერთმა დალოცოს და აცხონოს სულნი მონათა და მხევალთა ღვთისათა სამშობლოსათვის სამშობლოს თავისუფლებისათვის დაცემულთა და დააწესოს ისინი სადაცაც წმინდანი და მართალნი განისვენებენ. ამინ. 30 წელი გავიდა იმ ტრაგიკული ღამის შემდეგ და ძალიან ძნელად, მძიმედ, დიდი ბრძოლებით, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დგება. ეს იყო ტკივილიც და შეძახილიც, რომ ერთად ყოფილიყავით. და ეკლესია, პატრიარქი უპირველეს ყოვლისა მოუწოდეთ ყოველთვის ერთობისაკენ. უფლის მიერ ერთად ვიყოთ ყველანი და ღვთის შეწევით ჩვენ გავიმარჯვებთ. გარდაცვლილთა სულების პატივის მისაგებად მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამ დღემ მართლაც ერთ მუშტად შეკრა მთელი ქართველი ერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში და მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. მე ქეთს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, მათი სოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა ქართველი ერი. ეს დღე ყველასთვის ერთის მხრივ ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიისთვის, ახალი ეტაპისთვის, დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის და ყველას უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომ სწორედ ასეთი მოვლენების შედეგად, ასეთი ერთიანობის შედეგად, ერის გაერთიანების შედეგად არის შესაძლებელი ისტორიის შეცვლა. 9 აპრილი არის საქართველოს ისტორიის მთავარი იდეისთვის, თავისუფლებისა და თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის გამოვლენა. ამ ბრძოლის შედეგად დაიშალა საბჭოთა იმპერია და მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მინდა ქედი მოვიხარო 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე. რა თქმა უნდა, ძალიან გვიამაყება დღევანდელი დღე. მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კარგად უნდა აუხსნათ, კარგად უნდა უთხრათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე 9 აპრილი და მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ რა გააკეთა იმ ადამიანებმა, როგორ შესწირეს თავი თავისუფლებას, როგორ შესწირეს თავიანთ პრინციპებს, სამშობლოს სიყვარულს. 30 წელი გავიდა და ამ ისტორიული გადასახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ 9 აპრილი იქცა სიმბოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სიმბოლოდ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და ის სიმბოლოდ, რომელიც აუცილებლად იქნება აიანთებული სამთელი საქართველოს გაერთიანების გზაზე. ის მუხტი თავისუფლებისთვის ბრძოლის, ის მუხტი ერთიანობისთვის, რომელიც 9 აპრილის წინა დღეებში უშუალოდ 9 აპრილს და შემდგომაც დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვა ჩვენს ერს, იქნება აუცილებლად ის მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგიყვას. ეს უდიდესი ტკივილი იქცა ჩვენი თავისუფლების სიმბოლოდ და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირებს, რომლებიც გაწირეს თავი ქვეყნის დამოუკიდებლობას
და ალბათ ეს არის ის ერთიანობა, რომელიც და ის კონსოლიდაცია თავისუფლებისაკენ ბრძოლის, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე სხვადასხვა ეტაპზე გვაერთიანებდა. 9 აპრილმა დაუდო საფუძველი იმას, რომ სისტემა, რომელშიც ცხოვრობდა დედამიწის მეექვსედი, მან ხევა სერიოზული განიცადა და 9 აპრილი არის ის თარიღი, რომლის შემდეგ დაიწყო არა მარტო საქართველოში, ევროპის დიდ ნაწილში იმ წობილების ჩამოყალიბება, სადაც ადამიანი სახელმწიფო პიროვნება თავისუფლად გრძნობს თავს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. გვახსნობს ქართველ ხალხს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავის ცხოვრება გაცირა. ქართველი ხალხის ერთსულოვნებაზე, თავისუფლებისათვის ბრძოლის განუზომელ სურვილსა და ამ იდეისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გმირობაზე საუბრობდნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები. დღევანდელ დღეს ადამიანებმა თავის შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოები ჩაწერილები. უსამძიმრო და უთანაგრო ყველა ქართველს, ყველა იმ დედებს, იმ დებს, ძმებს, მამებს, რომლებმაც დაკარგა ამ დღეს თავიანთი ყველაზე ახლობლები. მე დარწმუნებული ვარ, რომ 9 აპრილი არის ერთი გრძელი და ლამაზი გადაგება, რომელიც საქართველოსთან მიდის მთელი მსოფლიოში, სადაც თავისუფლება გახდა მნიშვნელოვანი. 9 აპრილს გარდაცვლილთა სულების პატივის მისაგებად დღეს ახალგაზრდებით შეიკრიბნენ. სხვადასხვა სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მცირე საკონცერტო ნომრები შეასრულეს. წელს ჩვენი სკოლის საიუბილეო წელი 10 წელი გვისრულდება და 10 წლის განმავლობაში ყოველ 9 აპრილს ჩვენ გამოვდივართ პარლამენტის შენობის წინ და პატივს მივაგებთ 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნას. შემდეგ მართავთ კონცერტს, რამე თუ დღევანდელი დღე არის არა მარტო ტრაგედიის დღე, არამედ ეს არის საქართველოს გამარჯვების დღე, რამე თუ 2 წლის შემდეგ 9 აპრილის ტრაგედიიდან 91 წლის 9 აპრილს მაშინდელმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია, რომ ჩემი გუნდით ესე სტუდენტური კაპელა ამ დღეს აქ არის და უერთდება აი ამ დღეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესია. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ხედავ ძალიან ახალგაზრდა ადამიანებსაც, ძველ თაობას, ახალ თაობას და ეს აუცილებელია, რომ ესე გაგრძელდეს, იმიტომ რომ 9 აპრილი ჩვენი ტკივილია და ერთად უნდა დავდგეთ ამ დღისთვის ყოველთვის. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ერთადერთი სურვილი ამოძრავებდათ. მათ სურდათ მომხდურთათვის საკუთარი ერთობა დაენახებინათ. თუმცა ძალით შეკოწიწებული და იმ დროისთვის უკვე მორყეული საბჭოთა კავშირი ასე ადვილად საკუთარ ნადავლს რომ არ დათმობდა, ეს არც მაშინ უნდა ყოფილიყო ვინმესთვის უცხო. ოპერაციას, რომელიც მომიტინგეების დასარბევად დილის 4 საათზე დაიწყო, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კავშირის შინაგანი სპეცდანიშნულების 420 კაციანი შემადგენლობა კი მოსკოვიდან თბილისში თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს. სამხედროებმა შეკრებილები ალყაში მოაქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ. რუსთაველის გამზირი სისხლიანი გვამებით, დაჭრილი და ნაწამები მომიტინგეებით იყო მოფენილი. 21 გარდაცვლილი და დღემდე დაუდგენელი რაოდენობის მოწამლული ადამიანი. ასეთი იყო შედეგი იმ ტრაგედიისა, რომელიც საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა სწორედ 1989 წლის 9 აპრილს დაადრიალა. ეს ტრაგედია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ნათელი ფურცელია, იმიტომ რომ აქედან ახალი დამოკიდებულება, ახალი ერა დაიწყო, რომ ვთქვიან, საქართველოს ცხოვრებაში. მაინც მე რაკი იმდროინდელი კაცი ვარ და მონაწილე ვარ იმ პროცესების. ეს ტრაგედიად მიმაჩნია, იმიტომ რომ ჩვენს გვერდზე იყო ის ხალხი, რომელმაც შეწირეს სამშობლოს სიცოცხლე. ეს ჩემთვის როგორც ქართველისთვის, როგორც მამასთვის ეს არის ორმაგი ტკივილი, იმიტომ რომ
ის რაც მაშინ მოხდა, იყო ჩვენი შვილებისთვის. როდესაც ტანკები გამოჩნდნენ რუსთაველზე, ლიდერებმა სთხოვეს ხალხს, რომ ამოწეულიყვნენ ზემოთ და ტანკებისთვის გზა მიეცათ. ფაქტიურად ჩვენ მათ ტანკებს შევხვდით ლოცვებით, სანთლებით, ისე რომ ვერ გეტყვით, იცით, ეს იყო საკმაოდ ერთსულოვანი ხალხის, საკმაოდ ერთსულოვანი ერი, რომელიც მე აღარ მინახავს მათ შემდეგ. და სულ გული მწყდება, იმიტომ რომ ჩვენ ასეთები თუ შეგვიძლია ვიყოთ, როდესაც მტერი გვესევა და როდესაც მტერს უდგებით წინ, რატო არ შეიძლება მშვიდობის პერიოდში ვიყოთ ისეთები, როგორებიც უნდა ვიყოთ რეალურად. ყოველ წელს მოვდივარ, ძალიან ლამაზი ღამე იყო იმ სიმწარესთან ერთად. როგორც მწარე იყო, ისე ტკბილია. იმიტომ რომ ერთად ვიყავით, გვიყვარდა ერთმანეთი, ერთმანეთს უფრთხილდებოდით. რო წამოვიდნენ ტანკები, ისეთი სივიწროვე იყო, მაგრამ რას მოვიფიქრებდი, რომ 4 მწკრივ ტანკს ისევ გავატარებდით, ისე ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ბიჭები ჩვენ გვიფრთხილდებოდნენ, წადით ქალები წინ მივრბოდით უფრო. 9 აპრილის ტრაგედიამ კიდევ უფრო გაააქტიურა ქვეყანაში დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც საბოლოოდ ლოგიკური შედეგით დასრულდა. 1991 წლის 9 აპრილს ქართველებმა 70 წლით დაკარგული დამოუკიდებლობა აღიდგინეს. ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. გალა კონცერტი 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიას და საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მიეძღვნა. ღონისძიება გაიხსნა კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერით ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, რომელიც ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა 30 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შეასრულეს. საღამოს სასულიერო პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ამ დღეს ერმა გამოაჩინა, რომ მიუხედავად 70 წლიანი საბჭოთა კავშირის რეჟიმისა, ის მაინც იყო ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე და ამ დღეს მოხდა გაერთიანება მაშინდელი სამართალდამცავების, მაშინდელი ხელოვნების, მეცნიერმუშაკების, რომლებმაც ერთიანად გამოხატეს საკუთარი აზრი დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი კონცერტი იყო და ამ კონცერტზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოესწრენ ამ დღეს და ამიტომ ჩვენც მოვესწარით ამ დღეს და განსაკუთრებით რაღაცა ესეთი გულშემძვრელი დღე იყო და რა ვიცი, მე ვუსურებ საქართველოს, რომ 9 აპრილის აი სულისკვეთება არ განელებული იყოს საქართველოში და აი ეს დღე ყოფილიყოს აი ამ სულისკვეთების პირიქით ამაღორძინებელი და გამამტკიცებელი, იმიტომ რომ საქართველოს დღეს ყველაზე მეტად ესაჭიროება ერთობა. ერთის მხრივ ეს იყო ტკივილი და ძალიან რთული დღე, მაგრამ მეორეს მხრივ ეს იყო ალბათ დაბადება ერისა, რომელიც თავისუფლებისთვის იწყებდა ბრძოლას და აი უკვე 30 წელი გავიდა და ჩვენ ამ გზაზე ძალიან რთულზე, ეკლიანზე, მაგრამ მაინც მივდივართ და მივაბიჯებთ. მე ვიტყოდი, რომ თუ მაშინ დაიბადა ეს მოძრაობა, რომელიც თავისუფლებისკენ მიდიოდა, ეხლა არის რაღაცა გარდატეხის პერიოდი, როდესაც ალბათ რაღაცა მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა მოხდეს ამ გზაზე. და დღევანდელი კონცერტიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, თავის თავარ განწყობას გამოსავალზე აკეთებს. ანუ ეს გამოსავალი არის ერთობა. დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სწორედ ამ თარიღისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო ტარდება. ეს თარიღი მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის, რომელმაც ამ თარიღმა სწორედ განაპირობა არა მხოლოდ საქართველოსი, ბოროტების იმპერიის სხვა ქვეყნების გათავისუფლება ბოლშევიკური დიქტატურისგან. დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს, ვიხსენებთ მათ სახელებს ღრმა წუხილით, მაგრამ ამავე დროს სიამაყით და მადლიერებით. 30 წელი გავიდა, მაგრამ ეს დღემდე მახსოვს, იმიტომ რომ მართლა მადლობა ამ ახალგაზრდებს იმ თავისუფლებისათვის, რასაც დღეს ჩვენ საქართველოს გრძნობდა. რა ვიცი, ეს დღე ყოველთვის საქართველოს ისტორიაში იქნება მძიმე და
ხმამაღლა ყოველთვის ჩვენი თაობა იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ამ დღეს გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც 2 წელიწადში აღსდგა და სხვათა შორის პროცესებს, რომელიც უკვე დაწყებული იყო. არა მხოლოდ საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაშიც და საბჭოთა კავშირის სივრცეშიც მიეცათ სრულიად გარკვეული მიმართულება და მძლავრი იმპულსი, რამაც მიგვიყვანა საბჭოთა კავშირის მშვიდობიან დაშლამდე და მის ადგილას ეროვნული სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს აღმოცენებამდე. რუანდის გენოციდიდან 25 წელი გავიდა. ტრაგედიას ცოცხლად გადარჩენილები თავიანთ უახლოეს წარსულს იხსენებენ და მოვლენებს დღევანდელი გადასახედიდან აფასებენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება კაცობრიობის ისტორიაში, ასია შეფასებული რუანდის გენოციდი, რომელსაც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1994 წლის გაზაფხულზე, როდესაც ქვეყანაში ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის სისხლისმღვრელი შეტაკებები დაიწყო, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს ქრისტიანები შეადგენდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან ადამიანებს ტაძრებში ხოცავდნენ. მათივე თქმით, ბოროტმოქმედები არინდობდნენ ქალებსა და ბავშვებსაც. დღესდღეობით ქვეყნის ყველა ქალაქში ძმათა სასაფლაოები და გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალებია განთავსებული. ქვეყნის ხელისუფლების განმარტებით ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ მომავალმა თაობამ კარგად გააცნობიეროს მამების შეცდომები და მსგავსი უბედურება აღარასოდეს განმეორდეს. დღევანდელი მონაცემებით რუანდის მოსახლეობა 12 მილიონს შეადგენს და მათი დიდი ნაწილი კვლავ ქრისტეს რჯულის მიმდევარია. რუანდაში დღეს მშვიდობაა, რაც 30 წლის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო. როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს ის, რომ კონფლიქტი დასრულდა და ადამიანები ერთ სივრცეში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, პირველ რიგში ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი ძალისხმევის შედეგია. როგორც ერთ-ერთი სასულიერო პირი, ჟან ბოკო გამოცემა ქრიშუმ ფოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, როცა ხელისუფლებამ და ეკლესიამ პრობლემის მოგვარების საკითხში თანამშრომლობა გადაწყვიტეს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მთავარი იყო დაპირისპირებული მხარეების შერიგება და გაერთიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში მშვიდობა ვერასდროს დამყარდებოდა. სწორედ მათი შთაგონებით ადამიანებმა მიუტევეს ერთმანეთს, წარსული დაივიწყეს და ცხოვრება განაგრძეს. მართალია, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა, მაგრამ უკეთესი მომავლისთვის ყველა ერთად იბრძვის. ტრაგედიის 25 წლის თავთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ქრისტიანულ ტაძარში საღვთო ლიტურგია აღევლინა. სასულიერო პირებმა და მრევლმა უფალს მადლობა კიდევ ერთხელ შესწირეს და ღმერთს თავიანთი ქვეყანა შეავედრეს. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტკბილი სასმელები ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს. სპეციალისტთა განმარტებით, შაქრის შემცველი წვენები ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზადაც იქცეს. კვლევაში 30 წელს გადაცილებული 37,000-მდე კაცი და 80,000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა. მათ რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით ხანმოკლე იყო, ვინც ტკბილ წვენებს დიდი რაოდენობით იღებდა, ვიდრე იმ პირებისა, ვინც მსგავსი ტიპის სასმელს საერთოდ არ სვამდა. კვლევის ავტორების თქმით, მოხალისეებს, რომლებიც თვეში დაახლოებით 4-ან მეტ ლიტრ ტკბილ წვენს სვამდნენ, ყველაზე ხშირად გულს ისწარხდა და ონკოლოგიური დაავადებები აღენიშნებოდათ. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში საგრძნობლადაა გაზრდილი უალკოჰოლო გაზიანი და ტკბილი სასმელების მოხმარება. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, თუ კი 5 წლის წინ ადამიანი წლის განმავლობაში დაახლოებით 85 ლიტრ ტკბილ წვენს მოიხმარდა, დღესდღეობით ეს რაოდენობა თითქმის 95-ს აღწევს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ჩინეთში, იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კვლევის ავტორები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ არ მიიღონ დიდი რაოდენობით ტკბილი უალკოჰოლო სასმელი. განსაკუთრებით ფრთხილად კი იყვნენ ბავშვებთან, რადგან 2016 წლის მონაცემებით ტკბილი სასმელის დიდი რაოდენობით მიღების შედეგად დაახლოებით 124 მილიონ მცირეწლოვანს გაცხიმოვნება აწუხებს.
ხშირია შემთხვევა, როდესაც თითქმის ერთნაირი შეთავაზების მქონე ორი კვების ობიექტიდან მომხმარებლები რატომღაც ერთს ანიჭებენ უპირატესობას, მეორისკენ კი გახედვაც არ უნდათ. მეცნიერები ამ ფაქტის ასახსნელად ყველაზე ხშირად ტერმინ ნეირომარკეტინგს იყენებენ. მათი თქმით, ეს არის ტვინის იმ ნახევარსფეროზე ზემოქმედება, რომელიც ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება და ინსტინქტურ რეაქციებზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში კარგი რეკლამა ზემოქმედებს არა ადამიანის რაციონალურ ბუნებაზე, არამედ მის ინსტინქტებზე. ტერმინი ნეირომარკეტინგი ჯერ კიდევ 2002 წელს გამოიყენა ცნობილმა მეცნიერმა ეილ სმიტმა, მაგრამ ამ მიმართულებით კვლევები ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რეკლამის შექმნის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სადაწერია პროდუქტის დასახელება. მათი თქმით, სასურველია წარწერა მარცხენა მხარეს იყოს განთავსებული და თუ კი რეკლამაში ბავშვის გამოსახულებაა გამოყენებული, მისი მზერა მაყურებლის ნაცვლად იმ მხარეს უნდა იყოს მიმართული, სადაც პროდუქციის დასახელება წერია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რეკლამაში გამოყენებული მიმიკები და ჟესტიკულაციებია. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ინფორმაციის დაახლოებით 60%-ს ადამიანის ტვინი მიმიკისა და ჟესტიკულაციის საშუალებით იღებს და მხოლოდ 40% მოდის სიტყვაზე. მართალია, ნეირომარკეტინგს ხშირად აკრიტიკებენ და მიჩნეულია, რომ ის ადამიანის თავისუფლებას გარკვეულწილად ზღუდავს, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში მის გარეშე გზის გაკვლევა ძალიან რთულია.